ესე იგი, გადელიამ ჩააწოდა, წახნაგიამ აიღო და კვარაცხელია გამარჯვების შეტევაზე. რაღაცა კვარაცხელია წამყვანი ფეხბურთელი ჩანს, როგორც ჩანს აფხაზეთის ჩემპიონატის. რაღაცა საცირკო წარმოდგენასავით დადგა და ყვება რაღაცებს. სახალისო საჯია. რა საკითხია? აი ეს არის აფხაზეთის ჩემპიონატი, მეგობრებო. წვინარია და კვარაცხელია უტევენ და კარებს იცავს ხარჩილავა. ფორმებში არა უშავთ. ეს არის ძალიან საინტერესო, ამას ვეძებთ, მეგობრებო. აი ეს ნახეთ მეორე სართულზე ხედან სათადარიგო ფეხბურთელები აქ ალბათ კიბეებით ადიან. აქ რაღაც რეკლამებია, ალბათ ეს ბლუდის რეკლამა. ეს რა არის? სასტუმროს რეკლამა და ეს არის ქვილის რეკლამა, სავარაუდოდ. გუდაუთის რიწა. გადაღებაც ხა რაღაც განსაკუთრებული არა, მაგრამ ვიდეო რეფერის გონიათ და ხა ამოწმებენ იმას, რა ქვია. მოკლედ კვარაცხელიას და წვინარიას და იმათ გოლს თუ ჩათვლიან თუ არა, ნახოთ. 19 წლის არის ადგურ თემურიზზე კვარაცხელია დაბადებული ხედავთ სადაც 35 მატჩში 8 გოლია გატანილი 6 საგოლე გადაცემა 4 ყვითელი ბარათი წითელი არც ერთი კამერუნელი ფეხბურთელი თამაშობს მეგობრებო ხედავთ ფოტო არა აქვს თქო დატვირთული ნდონგე სუტე რომარიკი სოხუმის დინამოში 96-იანი რესპუბლიკა ტუნისელი იყოლიათ აგერ ეს არის გალი მეგობრებო გალის სტადიონი და ძალიან საინტერესოა რომ მწვანე ფერი და თეთრი ფერი აცვიათ სოხუმელებს ანუ აფხაზებს და მეგრელებს აცვიათ თეთრი და წითელი საქართველოს დროშის ფერები. მოგესალმებით მეგობრებო და როგორც ვიდეოს დასახელებიდან მიხვდით ამ ვიდეოში მოდი ერთად გავარკვიოთ რა ფეხბურთს თამაშობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მეგრული გუნდები რომელ ადგილზე არიან ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატში. დავიწყოთ. ჩვენ ამ ვიდეოში ვნახოთ მეგობრებო რა ტურნირებია აფხაზეთში, რა გუნდები თამაშობენ, ვინ არიან ფეხბურთელები, არიან თუ არა ლეგიონერები და ასევე რა თქმა უნდა ვნახავთ თამაშებს ოკუპირებულ აფხაზეთში. დავიწყოთ. სულ 4 ტურნირია, როგორც ხედავთ მეგობრებო. ეს არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, ეს არის სუპერთასი, თასი და ასევე არის ეროვნული ლიგა, ანუ მეორე ლიგა, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის მეორე ლიგა. უმაღლეს ლიგაში თამაშობენ სუპერლიგაში გაგრა, სოხუმის ნართი, სოხუმის დინამო, ოჩამჩირის ერცახუ, გუდაუთის რიწა, კუტოლის ბზანა და ცანდრიფშის საძი და ახალი ათონის ათონი ეს ორი გუნდი ვარდება როგორც ხედავთ ლევანდელი ჩემპიონატიდან. თამაშობენ აი კალენდარის მიხედვითაც ჩანს რომ თამაშობენ ჩვენსავით გაზაფხული შემოდგომის სისტემით გაზაფხულზე იწყებენ და შემოდგომაზე ამთავრებენ ჩემპიონატს 24 მარტს დაიწყო ჩემპიონატი ახალი ათონისა და დინამო სოხუმის მატჩით. ნუ ეხლა ვინაიდან უმეტესობა მიცის ხო რომელი ქალაქები სადდებაროს, მაგრამ ახალგაზრდებმა ბავშვებმა მით უმეტეს არიციან დიდ წარმოდგენა არ აქვთ რომელი ქალაქები სადდებაროს. ამიტომ მოდი ხა განვიხილოთ თითოეული. პირველი ორი გუნდი არის გაგრა და სოხუმი, გაგრას გაგრა და სოხუმის ნართი და ანუ ასევეც მესამე გუნდიც არის სოხუმური გუნდი. მოდი ხა ვნახოთ სადდებარებს ეს ქალაქები აფხაზეთში. გაგრა, ანუ პირველზე მყოფი გაგრა პირველზე ხო გაგრა მე მგონი კი ბატონო პირველზე მყოფი გაგრა მდებარეობს აგერ ну აქ უკვე არის რუსეთის საზღვარი იწყება. რაც შეეხება სოხუმს, სოხუმი მდებარეობს ცენტრში. აგერ არის სოხუმი აფხაზეთის ცენტრში მდებარეობს. შემდეგი გუნდები არის ერცახუ, ოჩამჩირის და გუდაუთის რიწა. გუდაუთა აგერ არის გაგრასა და სოხუმის შორის. სხვა შორის ლიხნი დაიმახსოვრეთ, ეს ცნობილი სოფელია. ну აფხაზები აქ იყრიბებოდნენ ხოლმე ზირთადად სამხედრო საერო შეკრებები აქ იმართებოდა ხოლმე და ну ლიხნს სოფელია მართალია, მაგრამ ორი გუნდი ყავს აფხაზეთის ჩემპიონატში ოღონდ მეორე ლიგაში თუ არ მეშლება და მე ვნახოთ გადავამოწმოთ ეს ყველაფერი. ეხლა ერცახუ ოჩამჩირის გუნდი მდებარეობს აი ოჩამჩირი აგერ არის. კუტოლი არის სოფელი, თანდრიფში არის განთიადი, ну ახალი ათონი
კუტოლი სავარაუდოდ აქ არის სადღაცას თუ არ მეშლება აი კუტოლი აგერ არის სოფლის გუნდი რომელიც უმაღლეს ლიგაშია და რაც შეეხება ცანდრებს ეძახიან აფხაზები განთიადი არის აი აგერ უშუალოდ საზღვართან ძალიან ახლოს რუსეთის კარგი ეს განვიხილეთ ეხლა რაც შეეხება მეორე ლიგას ლიგაში თამაშობს ბზიფი ლიხზე გესაუბრეთ დინამო 2 გულრიფში არის სოხუმი ოჩამჩირე და აქ უნდა იყოს გულრიფში აი ეგერ არის სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის არის გულრიფში ეხლა სხვა გუნდები რიწა 2 გუდაუთის ეს ნახეთ აი გალი სამურზაყანო ერთადერთი მეგრული გუნდი ხო მე მგონი აქ თუ ოჩამჩირეს არ ჩავთვლით გალის გუნდის თამაშობს აი ეგერ გალი ბზანა 2 კუტოლს მეორე გუნდის ყოლია ჭლოუ არის ჭლოუ და აძიუბჟა არის ასევე სოფლები გაგრა 2 და ლიხს კიდევ ერთი გუნდი ყავს მეორე ლიგაში მოკლედ ეს არის სულ გუნდები მეგობრებო აძიუბჟა და ჭლოუ არ გვითქვამს თუ არ მეშლება ჭლოუ აქ უნდა იყოს ჭლოუ კი ბატონო სოფელი ახლოს ყოფილა აი ეს არის სოფელი მეგობრებო ამ სოფლის გუნდის თამაშობს ეროვნულ ლიგა 2-ში და მეორე იყო აძიუბჟა მოდი აძიუბჟაც მოვძებნოთ სად არის აძიუბჟა აძიუბზა ყოფილა ქართულად აძიუბზა ყოფილა ოჩამჩირის თუ არ მეშლება გუნდი გულრიფშის გუნდი არ ვიცი სოხუმის აეროპორტთან ახლოს კარგი ახლა გადავიდეთ უკვე ვინ თამაშობს რა ფეხბურთელები თამაშობენ სანამ ვიდეოებს ნახავთ რა ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდებში დავიწყოთ გაგრა ზვამბაია ლადარია ლობოსოვი მატერინკო ენიკ რამინი აბა ეს ვინ არის ნახოთ სადაურია ადგილობრივია როგორც ჩანს დგებუაძე თოდუა გუდალია ფილია შელესტ აიბა აკუდჟბა ჩერიკბაია თარბა მოკლედ თუ ვინმე ნახე ისეთი მეგრული და აფხაზური გვარებია ხედავთ ოზონიან ერთი სომხური გვარიც ეს გაგრას შემადგენლობა ეხლა გადავიდეთ არტის შემადგენლობაზე არგონი არშპაც სახნაკია ბიგვავა ცვიჟბა ცვინარია კვარაცხელია აი ხედავთ მეგობრებო ერთი კვარაცხელია მაგათაც ყოლიათ 19 წლის არის ადგურ თემურიზზე კვარაცხელია დაბადებული ხედავთ სადაც 35 მატჩში 8 გოლია გატანილი 6 საგოლე გადაცემა 4 ყვითელი ბარათი წითელი არც ერთი მოკლედ ერთი კვარაცხელია სოხუმელებსაც ყოლიათ ადგურ კვარაცხელია კარგი შემდეგი აბა ერთ სახუში ვნახოთ დინამოში ვნახოთ აბა ლეგიონერი აღმოვაჩინეთ მეგობრებო თუ არის ვინმე ლეგიონერი სადმე აი ნონგე სუტე სადაურია კამერუნელი ფეხბურთელი თამაშობს მეგობრებო ხედავთ ფოტო არა აქვს თქო დატვირთული ნდონგე სუტე რომარიკი სოხუმის დინამოში 96-იანი 30 წლის არის 29 წლის ხონელია ეზეკელიანი ბაბაევ შტიროვი ჯინჯოლია ბიგვავა ნდონგე ნდონგე მეორეც ყოლიათ რომარიკი ათამაში ერთი გოლი ეგ არის ლაგვილავა გარი ლაგვილავა კვიცინია ახუბა გუჟბა აჩბა ნაირი გაზი ეს ვინ არის რესპუბლიკა ტუნისელი იყოლიათ აგერ ნაირი გაზი სოხუმის დინამოში 21 თამაში გოლი არა გატანილი ერთი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული აბა ოჩამჩირეში ვნახოთ ვინ თამაშობს ალტეიბა ამიჩბა გინდია გრიგოლია დელბა ჯგერენაია ივანჩენკო სადაურია კუჩუბერია სუხანგულო ხაშბა ცავა ლადო ცავა წერია 2003-იანი გადელია ქუთელია ზარია შურდულავა ერგაშპოევი მუცბა თურნანბა ტორჩუა ნარმანია ნიკა ნარმანია ეს ჩამჩირელი
იქნება 27 თამაში, 4 ყვითელი, 1 წითელი, გოლი არ აქვს გატანილი. კვარჩია, ქუთელია, ლეონ ქუთელია, ნახოთ ეს სცენარი, 2 გოლი ჩამჩირელი. 1 წითელი, 2 ყვითელი, 38 მატჩში 2 გოლი და ბარათები ნახეთ. ეს არის. მოდი ახლა ვნახოთ მეორე ლიგაში იმის რა ქვია. გალის შემადგენლობა. ეს უმაღლესი ლიგა, აქ არის უმაღლესი ეროვნული ლიგა, მეორე ლიგა, ანუ ეგ არის სამორძაყანო ვნახოთ აბა. აკირტავა, ალტეიბა, ბასარია, ბუთბა, გულუა, დარსანია, დგებუაძე, დარსანია ბაჩო აშკარად ჩვენებურია, ჯახაია, ნუკრი ჯობავა, მანუჩარ, ოლბაია, მათე, ესენი არიან მეგრელები. კუჩობერია, ზურა, მატუა, ვასილი, ეს არ ვიცი. სვირავა, ლუკა, სოსელია, ბაკური, ჭანტურია, გიორგი, ჩიტაძე, ირაკლი, პავლოვ, დენის. კენჯია, თიმურ, კურჯიევ, დმიტრი, ტურნამბა, ირაკლი, ბენია, გიორგი. ეს არის სამურზაყანოს შემადგენლობა. გალის სამურზაყანო მგელი ქონიათ ლოგოთ და დაარსებულა 99 წელს. აი ვიდეოებიც არის. 2024 წლის. კარგი, ეხლა გადავიდეთ ზუსტად ვიდეო, მოდი ეხლა ისიც ვნახოთ. თასზე რა ხდება? ტურნირი თასი დაწყებულია თუ არა? ესეც დაწყებულია ეს ეროვნული ლიგა 2-იც კალენდარი ვნახოთ. აფხაზეთის ლიგა 2 დაწყებულია 29 მარტს, ისინიც თამაშობენ გაზაფხულის შემოდგომა სისტემით. რაც შეეხება თასი დაწყებულა 9 ივნისს. და ჯერჯერობით რამდენიმე თამაშია გამართული. ნარტს მოუგია ჭლოუსთვის. ბზიფს არ თამაშია ჯერ. აი სამურზაყანოს გალის სამურზაყანო სწაუგია ახალი ათონთან 6-4. მე თამაში არ არის გამართული. ეს ორი თამაშია გამართული. რაც შეეხება სუპერთასის ნახოთ. სუპერთასი ეს შარშანდელია ალბათ, იმიტომ რომ 20 მარტს არის გამართული, შარშანდელი სუპერთასი. ზუსტად იგივე სისტემით, რაცაც ჩვენ თამაშობთ, 3-4 ერთსახოს საჯოჩემჩერეს წაუგია პენალტებში ნაართან, სოხუმთან. ეხლა ვნახოთ ვიდეოები უკვე. აი პირდაპირ ეხლა ამ წუთას თამაშობს ბზანა და აძიუბჟა. ეს ორი გუნდი. ბზანა რისი გუნდია? მახსოვს. მე მგონი ბზანა აძიუბჟა მე-9 ადგილზეა, ეს ეროვნული ლიგა 2. ბზანა კუტოლის და აძიუბჟაც ვნახეთ. აბა ვნახოთ ეხლა ესენი რას თამაშობენ. 112 კაცი უყურებს. ბზანა სოხუმში თამაშობს, როგორც ხედავთ. თასის მატჩია, მეგობრებო, ნეიტრალურ მოედანზეა, როგორც ჩანს. და სოხუმის დინამოს სტადიონზე თამაშობენ. და 1-0 იგებს ბზანა. ბზანი თუ რა გუნდია, რა ვიცი. ბზანა 2. ან ბზანა 1, რა ვიცი. ბზანა 1 სათამაშობს იმაში უმაღლეს ლიგაში. კი ბატონო, კუტოლის ბზანა 1 უმაღლეს ლიგაში. აჰა, გასაგები, ესე იგი ეს სოხუმის დინამოს სტადიონია, გასაგები აქ თამაშობენ. თასის მატჩი. მოდი აბა გოლი ვნახოთ, მეგობრებო. ძალიან უცნაური გოლი გავიდა, როგორც ჩანს, აბა ნახოთ კიდევ ერთხელ. С игроками Руслан Карай, с игроками клуба из Адзюбжи. Ой, отличная передача, нет положения вне игры. Аргун и здесь на пустые ворота. Ძალიან ისეთი გოლი გავიდა მცველების. 1-0 Айнар Джопуа. Ну что ж, Джопуа наконец-то забивает. ჯოპუამ გაიტანა გოლი. За Бзану, и Бзана выходит вперед уже к началу 4-й минуты. Ну здесь ეს თუ თამაშგარი არ იყოს, მაშინ მცველება მაგრად შესტომა დაუშვეს. Между двух защитников и და როგორც ჩანს არა. კარგი, ეს გავიგეთ ეხა. полузащитников
ეხლა ლაივი გამორთო და ჩვენ გადავიდეთ სხვა თამაშების დავთვალიეროთ სხვა თამაშების მაგალითად ერცახო დინამო. აი ეს არის ოჩამჩირის გუნდი და ნახოთ აბა ოჩამჩირეში როგორი სტადიონია. Ромарик Богатырь, Аслан Гужба, Ника Лагилава, Гарри, Делба Леон, Анджапаридзе. Вас встречу будет комментировать Цурцумия Георгий. ეს წურწუმია არის კომენტატორი მეგობრებო. ამ არხის YouTube არხის ზოგადად ჩემპიონატის ხშირად მიყავს ხოლმე თამაშები. სოხუმის დინამო ითამაშება ოჩამჩირე ითამაშება სოხუმის დინამოს აბა. Давайте пройдемся по турнирной таблице, აქ ვიღაც შენი არიან რა ქვია. აფრიკელი ფეხბურთელები სავარაუდოდ სოხუმის დინამოა ის გუნდი. 8 матчах 8 побед к ряду и мы ეს არის ოჩამჩირის სტადიონი მეგობრებო, აი რაღაც სარეკლამო ბანერებიც არის ხედავთ. ფორმებში არა უშავთ. ლურჯი იქნება სავარაუდოდ დინამო და თეთრი და შავი იქნება ერცახო ალბათ. კი ბატონო, ნამდვილად ესეა. უკან არ აწერიათ სახელები, აწერიათ გუნდის სახელი ერცახოს. ოჩამჩირე სტადიონი თურმე არის ასეთი. ეს არის ძალიან საინტერესო ამას ვეძებთ მეგობრებო, აი ეს ნახეთ მეორე სართულზე ხედან სათადარიგო ფეხბურთელები აქ ალბათ კიბეებით ადიან. კი ბატონო, ეგ არის აქ რაღაც რეკლამებია, ალბათ ეს ბლუდის რეკლამა. ეს არის სასტუმროს რეკლამა და ეს არის ქვილის რეკლამა სავარაუდოდ. რიწა, აი რიწა. მოდი ვნახოთ აბა რიწა სად თამაშობს. Александр Когония. Здравствуйте, уважаемые любители футбола. Это стадион имени Льва Ажиба в городе Гудаута. Гудаутაში Здесь თამაშობენ. сегодня открывается 10-й тур Апсны Суперлиги. Местная команда Гудаутская Рица принимает одного из Гудаутис дебютантов Рица. прошедших лет, футбольный клуб САЦ из поселка Цандрипш. სანდრიფში არის განთიადი მეგობრებო, ესე იგი გუდაუთის რიწა და სანდრიფში ანუ განთიადის საძი ეთამაშებენ ერთმანეთს. აბა ვნახოთ გუდაუთის 11 номером рядом с ним Рамин Барганджи, номер 10. Справа Георгий Тополян, 19 номер, слева Тимур Псиунов, номер 35 и 2. რავი, მესამე ლიგა, მეორე ლიგა ალბათ. საქართველოს ჩემპიონატს შევადარებთ, რავი, ალბათ ეგ დონე არის ახლა აქ რა ვიცი, სავარაუდოდ. დავით დაწერეთ კომენტარებში რას შეესაბამება ის დონე, რა ვიცი. აფსნის სუპერლიგა. გადაღებაც ახლა რაღაც განსაკუთრებული არა, მაგრამ თუმცა ცუდიც არ არის, ნახვა ყურება შეიძლება. რა ხდება დაცვაში? კინაღამ გოლი გაიტანა? Сухум, Ага. Нарту и еще другие. ეგ არის მეგობრებო ეს სტადიონი. კაი. Соперника. 5-0 იგებს რიწა თამაშის ბოლოს და კი ბატონო. დინამო სოხუმის სტადიონზე თამაშობს ნართიც. მეტი სტადიონი. ეს ის სტადიონია მეგობრებო, შეგეხსენებთ რომ Мы с вами на стадионе Ромелиц. Динамо в городе Сухум. რომელიც გაარემონტეს და აქ ჩაატარეს ეგრეთ წოდებული სოფლის ჩემპიონატი რამდენიმე წლის წინ. მე ვითომ რომ მოიგეს ის ჩემპიონატი. Центральном стадионе უბრალოდ ვითომ კი არა, ნამდვილად მოიგეს, მაგრამ ვითომ სოფლის ჩემპიონატი რო ჩაატარეს. футбола Сухумский Нарт примет Гудаутскую Рицу. Два из последних трех чемпионов Республики Абхазия, два чемпиона Суперлиги и за новейшую историю абхазского футбола. ეს არის ნართის მწვანე და ლურჯი ფორმა აქვს ნართს, როგორც იცით. უბრალოდ თუ არ იცით გეტყვით, ლურჯი და თეთრი ჭადრაკის დაფის ფორმის, ესენი აგერ ლოგოზეც ხედავთ. ჭადრაკის დაფის ფორმის ისენი აქ რა ქვია. მაისურები აქვთ ლურჯი თეთრი და მწვანე თეთრი. წითელი ფერის არის რიწა. და მწვანე და თეთრი ნარტი. აბა ვნახოთ რას თამაშობენ. შევიდა, მაგრამ საჯერიმოში ვერ გასტაბა, ვნახოთ გოლი ნარტის.
Нарт мало-помалу. აბა, მიდი. არა, ეხლა ძალიან ცუდი донის არ არის, ნორმალური თამაშები. Настроены решительно. Здесь свинария. დაცვა Ой, блестящая передача и счет будет დაცვის იმაზე არა ქვია შეცდომაზე მთლიანად ეს გოლი. მაგრამ კაი პასი გააკეთა იმანაც. წვინარიამაც გაიტანა შვენიერი გოლი. ვიცი რა გვარიო? Урице, Илуридзе გავიგებთ. Здесь в таких ситуациях перед штрафной для десятки Нарта, ну даже чуть больше секунды будет многовато. Мгновенная передача на выход. Кварасхелия здесь по-партнерски не пожадничав отдает пас на пустые ворота. Из таких-то ситуаций. Джопуа. ეს რა არის? Джопуа не мажет. И Виталий Дорошенко, посмотрите, Дорошенко такой, знаете, в детстве... Садгарбис, ეს საჯი რაღაც უცნაური მოძრაობებით მეგობრებო ნახედავთ. Оленем бегом отправляется к монитору, чтобы посмотреть... აჰა, ისიც ქონიათ, ხედავთ მეგობრებო. ვიდეო რეფერიც ქონიათ და ახლა ამოწმებენ იმას, რა ქვია. თამაშგარეს მეგობრებო. ვიდეო რეფერიც ქონიათ. Ракурс не самый лучший для того, მაგრამ რაკურსი ისეთი აქვთ. было ли положение в ней. რა უნდა გაარკვიო აქ ხა? არ ვიცი, არ არის. ეს რო გაშალო მთლიან ეკრანზე და ესე აჩვენონ არა? И здесь вроде бы на одной линии находились. მოკლედ კვარაცხელიას და წვინარიას და იმათ გოლს თუ ჩათვლიან თუ არა, ნახოთ. რაღაცა საცირკო წარმოდგენასავით დადგა და ყვება რაღაცებს. Чистый гол. გოლი არის ითვლება. Виталия ძალიან გადაიჭრა როლებში ეს რაღაცა მსახიობური უნარების ქონე ის არის მსაჯი არის რაღაცა ზედმეტი. Нарт набрал очень серьезно. რა შვება ხალხო მოიცა? Выходит вперед. ეს რა არის მოიცა? ხედავთ. სასაცილო. სახალისო მსაჯია. რა საკეთე? Набрал очень серьезный ход и ძალიან როლებში შევიდა. тяжело его остановить. Очень тяжело его остановить. Были ეს ძალიან საინტერესო მსაჯია მეგობრებო. вот здесь посмотрите, в затейпированное колено. ძალიან ხიარული კაცია ვიღაცა. Соперник აქ რა შვება მოიცა? всему этой частью тела и столкнулся Кварацхелия აბა, ადექიო არაფერი არ არისო. удар. კვარაცხელია ესა მოიცა? Сейчас будем смотреть, во-первых, какое первое касание. О, здесь как неудачно. Колено в колено. Посмотрите, колено в колено здесь встречает Анкваб, который уже пропускал матч из-за дисквалификации. Вадим Анкваб, центральный защитник. Когда-то Анкваб играл ближе к атаке, даже на фланге атаки. Ой, წვინარია. მოკლედ წვინარია და კვარაცხელია მაგრად უტევენ რიწის კარებს. Харчилава переводит мяч на угловой. ხარჩილავა უდგათ რიწას კარებში, აჰა. აი ეს არის აფხაზეთის ჩემპიონატი მეგობრებო. წვინარია და კვარაცხელია უტევენ და კარებს იცავს ხარჩილავა. С таким натиском კაი, продолжает играть, но შემდეგი. აქ ხედავთ მეგობრებო, რომ არის ასევე სპარტაკ აჩანდარა რაღაცა ფრენბურთი ჩემპიონატის პირდაპირ ეთერი მიდის. комбинацию игрок Спартака. ეს კომენტატორი იგივეა როგორც ჩანს. Капитан команды აჰა, ეს აფხაზეთის ჩემპიონატი 2004 года. რომელიღაცა სკოლიდან ალბათ. Есть подача, не самый лучший прием. ფრენბურთში. Будут перебрасывать. Скидка, Абган вновь ассистирует. აჰა, Ой, ასისტირუეთ. весь კაი. контакт между- რა გვაქვს ხა ჩვენ კიდე? ეს რა არის? FIFA 25-ში ეს ის არის, რა ქვია? ვიცა. ეს საინტერესოა გეიმერებო. სწორია, სწორად. Вовремя сыграл на перехвате. Луис Диас. ესე იგი Флагом атакует Ливерпуль. ამათაც ქონიათ მეგობრებო ჩემპიონატი. Сомослай, у него тоже хороший. მოკლედ ეს არხი გამოირჩევა მეგობრებო იმით რომ ყველაფერი აქვს პირდაპირ ეთერში კიბერსპორტიც აქვს, ფეხბურთიც, კალათბურთიც, ფრენბურთიც, რა ვიცი ყველაფერი აქვს. აგერ ნახოთ როგორ თამაშობენ FIFA-ს Не было ли положения вне игры? აფხაზები Такой момент.
ფინალი ყოფილა თან. Скоро, пока немного приоткрывая завесу, Ერთი-ერთი. нас ждет большой მოკლედ, международный турнир. გასაგებია. ბალშოი მასშტაბნი ტურნირს კი იძახის, მაგრამ არ მოინტერესებს. ბრავო. სიმფეროპოლი აფსნი. ეს რა არის? ეს რა ჩემპიონატია? ჩემპიონატ, კალათბურთი. სიმფეროპოლი აფხაზეთი. აჰა, ესე იგი რუსეთის დროშაც ხედავთ მეგობრებო და რუსეთის რაღაც ჩემპიონატში მონაწილეობს აფხაზური გუნდი აფხაზეთის სახელით. აბა ნახოთ კალათბურთში რა შვებიან. რომელი ორივეს ერთნაირი ფორმაცია რა უნდა გაარკვიო აქა. მწვანე ალბათ არის, მაგრამ სიმფეროპოლსაც მწვანე დროშა ქონია. ჯერ 4-0-ია მეგობრებო. 2 წუთი გავიდა. აბა ვინ ჩააგდებს, ჯერ ვერ ჩააგდებ ერთ ერთმა რომ გავარკვიოთ ვინ ვინაა. Как мы выясняем, да, здесь, конечно же, противодействовали игроки АПСН в обороне своему сопернику, но აჰა, ესე იგი ისინი ფეხბურთსაც თამაშობენ, კალათბურთსაც подобные задачи რუსების ჩემპიონატში, რაღაც ჩემპიონატში, ავი სიმფეროპოლი რატო ჩამოსულა. проводит привычно уже партнерами. Довольно свободно перемещается мяч среди игроков АПСН. Лого продолжает бороться, ищет партнера, находит передачу. აჰა, ჩააგდო სამკულიანება გავარკვიოთ ვინ იყო. მწვანეებმა ჩააგდეს და მწვანეები ყოფილან Команда АПСН еще становится აფხაზები. არა, ხო კი ბატონო, აფხაზები 7-0-ს იგებენ. თვამბამ ჩააგდო. периода по 20 минут. აბა რა ქნეს გადავახვიეთ ცოტა. აქ უკვე რეკლამაა. Фланза и результат. აბა ნახოს. 54-70 მოუგია აფხაზებს, ნუ იგებენ და ალბათ მოიგებენ კიდეც. ეს რა არის? 100 წელი აფხაზეთის კალათბურთის. ერცახო ბზანა. აბა დაუბრუნდეთ ფეხბურთს, სადზი ერცახო. სადზი რისი გუნდია? სადზი არის მოგიმაღლეში არის სადზი? კი ბატონო, სანდრიფში განთიადის გუნდი. Играть не имеет запасных. ეს რა სტადიონი ვნახოთ აბა თავიდან? სტადიონი დაურ ახვლედიანის სახელობის გაგრის სტადიონი არ გვინდა, იმიტომ რომ გაგრის სტადიონთან ძალიან ძიმე მოგონებები აქვს საქართველოს და ამიტომ მოდი, მაგრამ ამ თემაზე ამ ვიდეოში არ ვილაპარაკოთ, რადგან ეს არის სპორტული ვიდეო მაინც და არ გვინდა ახლა გაგრის სტადიონი. აფსნ კოლოს, ეს რა არის? კიდე აფხაზეთი. სუხუმი სტავროპოლი ითამაშება. აი, ჩემპიონატი, რუსეთის ჩემპიონატი, უმაღლესი ლიგა B, მეგობრებო. აი, რუსეთუმების გასაგონოდ თურმე თამაშობენ რუსეთის ჩემპიონატში სტავროპოლს ითამაშებიან. რა გუნდია ეს, რისი გუნდია ფასად? ფრენბურთის გუნდი ყოფილა. ესე იგი, კალათბურთელები ხომ მონაწილეობენ რუსეთის ჩემპიონატში და ფრენბურთელებიც რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ თურმე და მთლიანად ნაუროვნე მთლიანად არიან რუსულ იმაში, რა ქვია, სამყაროში. ამას რა ქვია, დარბაზს კიდევ არ აუშავს. გუდაუთაში ყოფილა ეს дарбази. Подача. Вновь наши парни впереди, но очень напряженная борьба. Самая первая. აბა ვინ იგებს ცოტა გადავახიოთ. კოლოსი უგებს. სტავროპოლი იყო მე მგონი, ხო თუ არ მიშლება. ეხლა აქ უკვე 2-0 უგებს. 15-16 3 очка. კოლოსი და ნუ ალბათ მოიგებს კიდევ სამ თამაშს. Მოიგებდა კიდეც 23-22 და Равный счет. И вновь равенство. Наверное, лучший момент игрового дня. Этот
ответ от наших. აბა ვინ მოიგო? Нужно კოლოსი არის ყვითელი ფერით. играть. Балоев. წვანი და ისა წითელი არის. Павлычев хороший пас. Исмаилов. И это победа. მოიგო 3-0 მოუგო კოლოსმა სტავროპოლის გუნდმა აფხაზეთს. კაი. კიდე რა არის? ხა აქ ნახოთ. ნუ ეგ არის რა მოკლედ მეგობრებო. ეხლა ჩვენ ნახოთ კიდე გალის სტადიონს ნახოთ მეგობრებო. თუ არის სადმე გალში როგორი სტადიონია. სამურზაყან. ქვიას გალის გუნდს სამურზაყანო. თუ არის სადმე აქ ნახოთ. აი სუპერთასი ერცახო ნარტი. ნახოთ აბა შევთოთ. Супертаси, როგორც Находился ваш комментатор после этого удара, Эрцаху внести какие-то изменения, то вот когда есть небольшая даже пауза, можно პენალტებში რომ მოიგო ერცახომ რო გითხარით ის თამაშია ეს. სუპერთასი გადელიამ ჩააწოდა და კაი ბურთი აიღო მეკარემ. წახნაკიამ. ესე იგი გადელიამ ჩააწოდა, წახნაკიამ აიღო და კვარაცხელია გამორბის შეტევაზე. კვიცინია, ალან კვიცინია, თუ ასლან კვიცინია. მოკლედ, წახნაკია, კვიცინია, კვარაცხელია. ადგურ კვარაცხელიას აქებენ, მაგრამ ესე იგი ეს კვარაცხელია. კვარაცხელია მეგობრებო. რაღაცა კვარაცხელია წამყვანი ფეხბურთელი ჩანს, როგორც ჩანს აფხაზეთის ჩემპიონატის. დამატებითი დროა და დამატებით დროში გაიტანა ნარტმა და პენალტებამდე როგორ მოვიდნენ. კიდე გაუტანია ეთყობა ჩამჩერეს გუნდი. გოლი, აბა ნახოთ როდის გაიტანა ჩამჩერემ გოლი. ზუსტად 1 წუთით ადრე გაუტანია. ჩამჩერის გუნდს აბა ნახოთ ძალიან საინტერესო თამაშია ეს, Столько времени до конца матча команды садятся и просто отбиваются, а Нарт прессингует на чужой половине поля. В то же время можно ли сказать, что აბა ჩამჩერელებმა რაკნეს. если мы вспомним феноменальные сейвы Кутеля, что კუთელი ადგას კარებში როგორც ჩანს. როგორც კომენტატორი ამბობს, აბა ნახოთ. Чемчерский Эрцах, но давайте об этом попозже. Сейчас уже завершается второй экстра-тайм. Нужно бежать, нужно бросить все силы на спасение ситуации. Подача! რა გოლი გავიდა. И это гол 1-1 заслужили фанаты. რა გოლი გავიდა. Ничью и серию пенальти. А чемчирцы никогда не останавливаются. არა, ну მოდი, ეხლა ჩვენ აღიაროთ რომ კაი გუნდია ორივე. მაგრამ დაცვაში ორივე. Кто оказывал давление на игрока, которого выполнял подачу с фланга? Ну, 1-1. Посмотрите, хотел я сказать, только хотел сказать, что 1-1, ერთი მეგობრებო. ეს а это Нугзар Муцба. Нугзар Муцба. Ага. Очень многие. Хотел бы я сейчас оказаться на месте. ვართან გადაამოწმა, ვარი იქაც გონიათ. Мне кажется, Просто две сказки между Нартом и Эрцахом. Мне кажется, даже если сейчас рефери что-то сказали в наушник, что есть подозрение на офсайд, он сделал вид, что он не услышал. Потому Мне кажется, другое, что ему в наушник сказали. Офсайда не было, в любом смысле. ძალიან საინტერესოა მეგობრებო. 20 минут и 1. ეხლა მოდი გადავახვიოთ Смотрите, какой პენალტებზე. у человека. 1-1 დასრულდა. Удар, ну как აქ რა ხდება? Сегодня. ეხლა იწყებენ. პირველი დარტყმა გოლია. ასლანძია. მეორე გოლი მეორე ჩამჩერი დარტყმავს. Рауль Муцба, я думаю, будет. Муцбам გაიტანა. 11-метров. Это ნარტია სოხუმი არტყმავს ისევ. все, что угодно, дорогие друзья, будет бить. Да, у нас Агирба психологическое давление оказывает на него Кутели. Агирба да Кутели. Кутелиам бურთი მიუტანა აგირბას. Вратарской. Готов Кутеля к 11-метровому разбегу. Удар! დაუპანენგა დაურტყა აგირბამ კუთელიას. Ну, как будто бы он ему ответил
აბა ვნახოთ ოჩამჩირე. Лучший бомбардир и лучший вратарь встретились. ლუჩი საუკეთესო ბომბარდირი. Что ж, Гаделия, штатный пенальтист чемчирской команды. გადელია არტყავს მეგობრებო. Цахнакия занимает წახნაკია დგას კარებში. ეს არის აფხაზი. за линией. გაი აუღო წახნაკიამ გადელიას. Цахнакия тащит этот удар, но как-то бесхитростно пробил. ძალიან ემოციებშია წახნაკია. Цахнакия после отраженного 11 минут. კაი. გადელიამ გააფუჭა პენალი. Продолжает возлюбленный. აიღო უბრალოდ წახნაკიამ. Раскачивает, что ли, ситуацию, раскачивает лодку. Но мы знаем, что лодку раскачивает не стоит. Разбег, удары! Почти! კინაღამ აიღო. Но этого мало. Угадал направление, дотянулся до мяча, но все-таки мяч оказался в воротах. Смотрим повтор. Ну, на удобной для голкипера высоте пробил. არ უთქვეთ. Мяч направил достаточно წვინარია რო დგას კარებში გასაგებია ის как бы в свои ворота перевел. თუ გადელია დგას კარებში ამერია მოკლედ გვარები. Кутелия Кутелия დგას კარებში. отправляется к 11-метровой. Но посмотрите, если Кутелия так заговаривает немного, то Цахнакия просто пожимает руку так по-доброму. აჰა, ნუ გზარ მუცბა. Добрейшей души человек. ამან გაიტანა ის გოლი, ხო? Против Цахнакия. წახნაკია მუცბას წინააღმდეგ, აბა. გაუტანა. მაგრამ ერთი ბურთით იგებენ სოხუმელები. После 3 ударов и кто это идет к мячу? Созар Жиба. სოზარ ჟიბა მიდის ბურთთანო. Мяч. აბა ვნახოთ. 2-3. Самое время вступать в игру. Самое время вступать в игру. Пару шагов до победы у Нарта. Разбег Жиба. Удар. ჟიბა ზაუღო. Спасает Кутелия. კუთელია მაუღო. От него все ждали. კუთელია დგას კარებში. კუთელია მაუღო. ჟიბას გათანაბდა ანგარიში. Направление должен ეხლა ვინ დაარტყავს? Руслан Кучуберия. რუსლან კუჩუბერია წახნაკიას წინააღმდეგ. Нарта в серии пенальти. Кучуберия. Кучуберия, кстати, угловые. Кучуберия подавал правой, пенальти бьет. არის. Первый мяч с игры в этой встрече, сделавший, Модис Нарти. для своей команды, нужно сделать еще одно. Слышим мы трибуны, подбадривают они уже привычно подбадривают ачамчирскую команду. Кутелия вновь занимает место в створе ворот. კვიცინია არტყამს კუთელია დგას კარებში როგორც გახსოვთ. აბა კვიცინიამ კვიცინიამ გაიტანა 7-დან. მეკარე არტყამს თვითონ კუთელია არტყამს. მეხუთე 11 მეტრიანს არტყამს ჩამჩერელებიდან. გოლკიპერი და იქ მე მგონი დარტყმულია ყველას და თუ ააცილა წააგებენ. რა აქ ვერ გაერკვნენ ვიმოიგეს თუ არა. საჯი ეუნება რომ გაიმარჯვეთო ალბათ. ესენი კი ჯერ კიდევ არ ყვევენ. აი გაარკვიეს ბოლო. Игроки Нарта даже не знали, что они выиграли. კი ბატონო მე. მოგდოდ ასე მოუგია. ეგრეთ წოდებული სუპერთასი. ნარტ სოხუმის გუნდს. აბა დაჯილდოება თუ არის ნახოთ. Да не расходимся. არ ჩანს დაჯილდოება. არ არის დაჯილდოება როგორც ჩანს. კარგი. და ეხლა მოდი ჩვენ რაც გალი არ გვინახია. მგონი აქ ვიდეოებში ძველი ვიდეოები რო ვნახე. მგონი იქა გალი სტადიონი. აი სამურზაყანო აგერ არის. ოღონდ ეს ძველი ვიდეოა, ახალი ვიდეოებში ვერ ვიპოვე, ამიტომ მოდი ძველი ვნახოთ 3 წლის წინანდელში. ეს არის სამურზაყანო და ნართი სწორედ აფხაზური სოხუმური გუნდი. ეს არის გალი მეგობრებო. გალი სტადიონი. და ძალიან საინტერესოა რომ მწვანე ფერი და თეთრი фери აცვიათ სოხუმელებს, ანუ აფხაზებს და მეგრელებს აცვიათ თეთრი და წითელი საქართველოს დროშის ფერები. И наши постоянные зрители подключаются к нашей трансляции. Позже отвечу вам конкретно на ваш вопрос. თუ ისმის რამე ფრაზები ვნახოთ აბა. С
датами проведения Кубка Абхазии сейчас у команды гостей. И опасный, очень довольно опасный штрафной для Сухумского Нарта. Отличная возможность. ისმის მეგრული ფრაზები მეგობრებო, პერიოდულად ისმის მეგრული ფრაზები. С Чемчирским РСА закончил. Ну, აქეთ ამ ხედავ რუსული ფრაზები სოხუმელების. С разгромным счетом. Прида. Попытка удара. Агрба. Что будет делать 11-й номер? აბა ვნახოთ შესვენებისას რა ხდება. Ну, то, что они, ребята... Ага, ინტერვიუებიც გქონიათ. Нормально. О прогнозах, как вам, кажется? შვენიერი გოგოა ეს, а? Ну, тактика будет эта же, или все-таки мы еще здесь увидим гол? Я думаю, тактика то же самое будет у гальской команды, а Нарт будет атаковать. Ну, контратака как можно поймать. რომელი გუნდის მეგრული კილოა Спасибо კაშკარა? большое, будем ждать второй тайм. ანუ არ ვიცი ხო ის რომელი გუნდის ფუტნელია ვერ გამოვიტანე დასკვნა, მაგრამ ნუ აშკარად მეგრული კილო ქონდა. კიდე რა ვიდეოები აქვს ხა რაღაცა ცელი ვიდეოები. და ნუ ეს არის მოკლედ აფხაზეთის ჩემპიონატი მეგობრებო. დაახლოებით მეგობრებო არის საქართველოს მეორე ლიგის ლიგა 2-ის ან ლიგა 3-ის დონე. ეს სუპერლიგა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ჩემპიონატი სეპარატისტული რეჟიმის და ნუ ცუდი გუნდები არ თამაშობენ როგორც ჩანს. ფეხბურთელებიც ზოგიერთი ნორმალურად თამაშობს, მაგალითად გამორჩეული ფეხბურთელი როგორც ჩანს არის კვარაცხელია, მოდი ნახოთ კიდევ ერთხელ ფეხბურთელებზე თუ არის აქა გოლების მიხედვით გოლი 27 გოლი აქვს აგრბას, ჯოპოვას, ანჯაფარიძე 25 გოლი. გოლების მიხედვით შეიძლება დალეგებ, კი ბატონო. 31 გოლი აქვს გატანილი მეგობრებო ჯოპოვას, აგრბას გატანილი აქვს 27 გოლი, აკუჯბას 26, კვარაცხელი არ არის, სადმე ლაგვილავა აგერ არის. ანჯაფარიძე, ჩეგია, ცვინარია, ჩიკირბაია, იცინია, საგარია, კვარაცხელი აი ჩვენს მიერ ნახსენებ 8 გოლი ქონია გატანილი 35 მატჩში. ხო? კი ბატონო, აგერ არის. ეს არა, აგერ. კვარაცხელი ადგურ თიმუროვიჩი. ბაგათელია. კიდე რა გუნდებიათ გებოვაძე. ლაზბა ლადარია. პირველ გზაზე არის ჯოპოა, როგორც ჩანს 31 გოლით. თამაშობს. ჭლო ორი გუნდია მითითებული. ხორ გადავიდა ერთი გუნდიდან მეორეში. არ ვიცი, ან ჭლოვში თამაშობს, ან ნარტში ორივე ერთად წერია. აგრბა, თიმურზე მეორე ადგილზე არის აგრბა. აშკარად ნარტის ისაცია რა ქვია. მაისური. ეგარია. სულ ეს იყო მეგობრებო, ეს ვიდეო, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ჩემპიონატზე, ფეხბურთელებზე, გუნდებზე და ასე შემდეგ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ ასევე რას ფიქრობთ ამ თემაზე და ზოგადად აფხაზურ თემაზე გავაგრძელოთ დისკუსია. დიდი მადლობა.